რასამსახურება ოცნების მთავრობის ყოფილი წევრის ბრალდებული რომეო მიქაუტაძის დემონსტრაციული მიყვანა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება მის საქმეზე სხდომა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, რა სახის აღკვეთის ზომას შეუფარდებს მიქაუტაძეს. თამარ დემეტრაშვილი ადევნებს თვალს ამ პროცესის დეტალებით შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი იწყება. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდონ. პროკურატურა მისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ქართული ოცნება როგორც ჩანს მიქაუტაძის სამაგალითოდ და საჩვენებლად დასჯას აპირებს, რადგან მისი სასამართლოში მიყვანაც კი განსხვავებული აღმოჩნდა. ის არ მიუყვანიათ ისე როგორც სხვა პატიმრების შემთხვევაში ხდება ხოლმე უკანა შესასვლელიდან მიქაუტაძე შემოიყვანეს წინა შესასვლელიდან სასამართლოს ეზოს გავლით მანქანების ესკორტით. აღსანიშნავია ისიც, რომ მედიაც აგანგებოდ გააფრთხილეს როგორ და რა დროს შეიყვანდნენ პატიმარს. ეს კი თავისთავად ადასტურებს იმას, რომ მიქაუტაძის დაკავება ოცნების ხელისუფლებისთვის საჩვენებელი შოუა. თავად მიქაუტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. დღეს დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანს პირველად მიეცემა საშუალება საზოგადოების წინაშე გამოჩნდეს. ნახოთ, გამოიყენებს თუ არა ის ამ საშუალებას და იტყვის თუ არა რაიმეს. 4 დღეში რომეო მიქაუტაძე ბრალდება არის სრულიად დაუსაბუთებელი, სრულიად უსაფუძვლო, არის ნაჩქარევად ბრალი წაყენებული ისე რომ საერთოდ არ არის დადგენილი პირთა წრე, სავარაუდო პირთა წრე, თუ ვის მიმართავდა ის, რა გავლენებს იყენებდა და საერთოდ საინტერესოა როდისმე ითვლება დანაშაულად გამოცდილების გამოყენება ადამიანის მიმართ, ასეთი რამ არის აღნიშნული ბრალდებაში. მე არ ვიცი რისთვის სიჩქარეს და რა ინტერესი აქვს, ეს ალბათ უფრო პროკურორს უნდა გითხოთ, ჩვენ არ გვისაუბრია ბატონ რომეოსთან ამ საქმის სამართლებრივი მხარის გარდა არაფერზე ამ ეტაპამდე. ჩვენ გავივლით ამ ეტაპს დღეს. ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება შემოდგომლობა, რომ ის დარჩეს საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაზე დღეს კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც. კობახიძე აცხადებს, რომ ოცნებისთვის ეს კორუფციასთან ბრძოლის გაცხადებული პოლიტიკაა. მე კონკრეტული საქმის დეტალებში ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს და ისინი რეაგირებენ ასეთ საკითხებზე. დანარჩენი უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ზოგადად, რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი გაშღერებული მასთან დაკავშირებით, რომ გვინდა სამეულში, ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ კუთხით ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობაში, ზოგადად ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას. კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. მისი ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს იყვნენ ლევან დავითაშვილი და კახა ყავაძე. თუ გამოიკითხნენ ისინი საქმესთან დაკავშირებით, თქვენ რა ინფორმაცია? რაშოშია კახკალაძე არ ვიცი თვილს ერუში კი ბატონო, რაც შეეხება გამოძიებას, მე რამდენიც ვიცი, გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მე ვერ გეტყვით ხეს გამოძიების საქმეა, თუმცა რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება იჭვი. პროკურატურა ეკონომიკის ყოფილ პირველ მოადგილეს, მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. საუბარია 2,5 მილიონი დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებაზე. წაყენებული ბრალით მიქაუტაძეს 12 წლამდე პატიმრობა ელოდება.